წეგანხუმრობით ვიძახდი, რომ ქართველი მორგან ფრიმენია რა. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? კარგია. ისუნთქე. სული სიამოვნებისთვის. მადლობა. ამოგეტანინა ხო თავის? თავისით გააკეთა მე არ მიქნია. რაღაცა ჩამისახდა ხალხოს ხეულში. მოგესალმებით მეგობრებო, მე და ირაკლი მაკაცარია. ჩემი მეგობარი და ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრისთვის არის ნამდვილად მისაბაძი ჯანსაღი ცხოვრების კუთხით და იმ კუთხით, როგორ გამოიყურება და როგორ ფორმაშია ყოველთვის მუდამ ამას ვაღვნიშნავ ხოლმე. ჩვენ ძალიან ბევრი წლის წინ გავიცანით ერთმანეთს დარბაზში და იმის მერე რამდენი წელია ვარჯიშობდა, სულ ეს ვარჯიში თქვენც კარგად იცით, რომ ჩვენი ცხოვრების წესია. თუმცა ტექნოლოგიები ვითარდება და ირაკლიმ შემოგთავაზა თბილისში პირველად ისეთი კოსტიუმები და ისეთი ვარჯიშის მეთოდიკა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სრულიად ახალ მიმართულებას აძლევს ვარჯიშს. ჩვენ ვყოფებით დღეს Just Fit-ში, რომელიც არის ირაკლის დაარსებული კომპანია და მადლობა მას ამისთვის, რომ ადამიანებს ამ მიმართულებით სიახლეებს აცნობს. უპირველეს ყოვლისა მადლობა შენ ასეთი წარდგენისთვის, ზედმეტად კეთილი ხარ კომპლიმენტებში. ჩემთვის სამაგალითო ხარ შენ და მე მიხარია რომ მრავალი წლის განმავლობაში რასაც შენ აკეთებ, უპირველეს ყოვლისა შენი მაგალითით სხვას აძლევ мотивაციას და მე პირადად ძალიან ბევრი რაღაცა მისწავლია ყოველ შემთხვევაში შენი ვიდეოებიდან და შენთან პირადად საუბრებში, ასე რომ ძალიან კარგ საქმეს ემსახურები და მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ Just Fit-ში. Just Fit-ი არის პირველი EMS სტუდია საქართველოში, ეს არის ელექტროსტიმულაციით ფაქტობრივად ვარჯიში, რაც ვერ ვიტყოდი რომ ახალი ტექნოლოგია იმდრო ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიოში უკვე მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ეს ვარჯიში, არა მხოლოდ მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული, არამედ მათთვის, ვისაც რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს, სახსრების ტკივილი აქვს, პირობითად მყესები აწუხებს, ან შეიძლება ხერხემალი და იმ ადამიანებისთვის, ვისაც რა თქმა უნდა არ აქვს დრო ვარჯიშისთვის, საკუთარი თავისთვის და საქართველოში ასეთ მეგობრები ძალიან ბევრია. ამიტომ ვცდილობთ რომ აღარ იყოს ის არგუმენტი, რომ დრო აღარ მაქვს, კვირაში ორჯერ 20 წუთი ვარჯიში და შეგიძლია რომ საკუთარი თავი ძალიან კარგ ფორმაში და ტონუსში ამყოფო. ანუ შენ გვეუბნები რომ კვირაში ორჯერ 20 წუთი რომ ეს მივარჯიშოთ, მივიღებთ ვარჯიშის უფასოვან შედეგს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უვარჯიშია და ესე თქვა დრო არ აქვს, ისინი ძალიან კარგ შედეგს მიიღებენ და სპორტსმენები, ვინც ისედაც დარბაზში ვარჯიშობს, ისინი შეძლებენ თავისი რეზულტატის გაუმჯობესებას გაცილებით უფრო მეტად. მოგარგებთ ახლა ამას და მოკლედ შენ თვითონ მერე თქვი და განსაჯე რამდენად გვამყოფილი იქნები. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს ვიდეო გავა, ძალიან ბევრი გამოვა და დაწერს, რომ ეს 2 დღეში გამორიცხულია და რაღაცა, სხვათა შორის გეპატიჟებით უფასოდ, ვინც ესეთი სკეპტიკოსი იქნებით და აი ვნახოთ ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რამდენად ეფექტური იქნება თქვენზე. აი ზუსტად ესეთი კადრები მაქვს ნანახი, სიკვდილ მიჯის რომ ელექტროსკამზე ზარი ხოლმე. მართა სიკვდილ მიჯის გავარ. თან სველია ეს ყველაფერი. აკო ამ EMS სტუდიოს სცენარი დაგვეხმარება ამ ყველაფერში. კაი, მოდი დავიწყოთ. პირველი წამოვა ბიცეპსში. დაიწყო? ამოგეტანინა ხო თავის? თავისით გააკეთა მე არ მიქნია. ეხა კიდევ ის. ახლა მგონია რომ არცა რაღაც დიდი განტენი მიწირავს და მაგით ვაკეთებ ვარჯიშს. სტრესსაც გზნობ. უცებ შევძლა კიდევ ხომ მომატო? აღარ ხო? იყო საკმარისი. რა მაგარი რაღაცა წარმოიდგინე რომ გახარ. არს მოზრალ და ვარჯიშობ. აი ჩემ მოსწავლეებს ახლა ვეთქვი რომ რო გინდოდათ ეგეთი სიტუაცია, არაფერი არ აკეთო და თან ვარჯიშობ. ეხა იმპულსივი წამოვა, მაშინ უნდა შემოიტანო. ცოტა ნელა ჩაიტანო. აი ეს, კაია. თითქოს გეწინააღმდეგება და შენ უნდა ეცადო რომ ეს წინააღმდეგობა დაიმორჩილო. დაძლია.
რაღაცა ჩამისახდა ხალხო სტეულში. აი მოდი ახლა ფეთქებოდი გავაკეთე მაქსიმალურად. აი მაქსიმალურად მაღლა. აი დაისვენ. ჩადი ნელა დაილოდე. აი უგინას გავაკეთე. ჩადი ნელა ჩადი დაილოდე. და რო წამოამოდი. აი სკაი დაისვენ. ეხლა ჯერ მითხარი მუცელში როგორ ვიძინე. მაგრად 70 ჰერცზე არის ახლა დაყენებული ეს იმპულსი, რას ნიშნავს 70 ჰერცი? რო გააკეთო წამში 70 გამეორება პრესის, ანუ 70-ის შეგუშო. მაგას პრესზე ვული ხოლმე შენთან. იდეო მაგრამ ეს არის პრესის ხარჯში და ეხლა ვერ გამიკეთებიო პრესზე და მგონია რომ ერთი 10 სეტი ვივარდი შეთა. ძალიან ხო არ არის იმპულსი, ხო არ არის. აგერ მოდის იმპულსი. კი. ესე? ხო. და ამოდი ეგრე. ეს საათი 40 წუთი, 45 წუთის მივარჯიშეს. მაღალი ინტენსიური ფუნქციონალური ვარჯიშები და იგივე დაღლა ვიგრძენი ხა გულზე. აი ამ 2-3 წუთში. ოღონდ მარტო. ეს არ არის რეკლამა, ეს არის გადაცემა, სადაც ჩემს მართავ და ნამდვილ ემოციებს ვაზიარებ. ეხლა შეგიძლია მასაჟზე დაჭიდე. ზარმაცებისთვის არის ფაქტობრივად, რა შეგიძლია იჯდე და თან პარალელურად ივარჯიშო. ძალიან სასწავლო პროცესი. ბევრი მეკითხება რომ ესო ჩავიცვაო და თან ვივარჯიშეო და თან ვსვაო და სუფრაზე ვიჯდე. ქართული სტილის მიდგომა არის. ვილოცავ პირველ ვარჯიშს დამატებულს. აქ როდესაც ადამიანი მოდის, ჩვენი მწვრთნელები უპირველეს ყოვლისა ადგენენ მათ მდგომარეობას, ხდება სამედიცინო ბლანკის შევსება, რაღაც გარკვეული დაავადებები რა არის ფაქტორები არსებობს. შემდეგ ვადგენთ მიზანს, როგორც რა თქმა უნდა ნებისმიერ ტრენერთან მოსული ადამიანისთვის და უკვე იმ მიზნიდან გამომდინარე ხდება კონკრეტული ვარჯიშების შერჩევა. ძალიან ესეთი ნავარჯიშები შეგრძნება მაქვს ნამდვილად. ანუ კიდევ ერთხელ ვიზახდი რომ ჯობია ვარჯიშს მე გავაზიაროთ შტაბის პირობები და მართლა ეს შტაბის პირობა დამიტოვა რომ სერიოზული სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარე. გირჩევთ რომ ვისაც ვთქვათ ტრავმები გაწუხებთ ან არ გაქვთ იმდენი დრო რომ ბევრი დრო დაუწყოთ ვარჯიშს შეგიძლიათ მოხვიდეთ და მართლა მოგცემთ შედეგს კვირაში 2 დღე 20 წუთი რომ ივარჯიშოთ. მადლობა ძალიან დიდი. ერიქით მიხარია რომ მოგეწონა. თუმცა მე მგონი კიდევ უფრო სერიოზული ამბავი მელოდება. კი ბატონო, ეგ ნამდვილად. ან დაგასპოილერებთ, ვიყურეთ და ვიხილავთ შემდეგ. ლოჩი იმას გეტყვი, რომ 15 წელია დაახლოებით მე და შენ დაახლოებით გონებაში რომ გადავთვალე, ვიცნობთ ერთმანეთს და რო გაგიცანი ზუსტად ისე გამოიყურები, როგორც ოღონდ ამას არანაირი არ გეუბნები, მართლა ეგრე არის და წერან ხუმრობით ვიზახდი რომ ქართველი მორგან ფრიმენია რა. იმ განსხვავებით რომ ეს სულ ახარგაზდა. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? კიდევ ერთხელ რაღაც ზედმეტად მაქებ ხოლმე რა და ცოტა მერიდობა აქ არის ნამდვილად ეგრეა. გეტყვი იმას რომ იცი რა არის საიდუმლო როგორც ესეთი ალბათ არ არსებობს არაფრის რა მიუხედავად იმისა შენ ამბობ რომ რაღაცა ზუსტად ისე გამოვიყურები დაბერების პროცესი ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ უზავთ და არც უნდა ებრძოლო ამას იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ხიბლი აქვს მაგრამ ჩვენზე არის დამოკიდებული ალბათ რამდენად ხარისხიანად გავატარებთ აი იმ წლებს რაც გვაქვს ამ წუთის ოფელში ხო და ჩემი მიზანიც ალბათ ზუსტად ეგ არის რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიპოვო ალბათ ის რაღაცა გზები, რითიც შემიძლია რომ მე ჩემი ცხოვრების ხარისხი გამომჯობესო. ბევრი ჩემი მეგობარი სულ მეღადავება ხოლმე რაღაცეებს, რომ რაღაც ჩემი რაღაცა რუტინები მაქვს რა, რასაც მე რაღაცა პატივს ვცემ რა, ჩემს სივრცეს, ჩემს რაღაცა პრინციპებს და ვცდილობ რომ ამას მივყვე და რა ვიცი, თუ ვიზუალურად ეგრე ჩანს რომ მუშაობ, ძალიან მიხარია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობისთვის. რადგან ამ თემას შევეხეთ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც პანიკურად ებრძვის დაბერებას და შეგახსენე რომ ამას არ უნდა ებრძოლო, იმიტომ რომ ყველაფერს რა თქმა უნდა თავის ხიბლი აქვს ყველა ასაკს.
და აი ძალიან ბევრ პროცედურას იკეთებს, ძალიან აი რა ეს არ ჭამო, ეს რაღაც არ გადამიცდეს და ადამიანებს ვიცნობ, რომლებიც საერთოდ ამაზე არ ზრუნავენ. მაგრამ ეს ადამიანები ზოგი ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ უფრო უკეთ გამოიყურება, ვინც პანიკურად ებრძვის ამ ყველაფერს. შენი აზრით ეგ გენეტიკის დამსახურება თუ ჩვენს ცნობიერებაში ხდება პირველ რიგში ეგ ყველაფერი? დაბერების პროცესს შენ ვერაფერს ვერ გაუკეთებ რა, გამორიცხული არის, უბრალოდ შეგიძლია რომ შენი ცხოვრების წესით ალბათ ცოტა უფრო შეანელო და ჩვენ ვიცით რომ ესე ვთქვათ ვარჯიშით თუნდაც შეგიძლია რომ ბიოლოგიური ასაკი -5-10 წელი თავისუფლად შეინარჩუნო, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ახსენე გენეტიკა ალბათ ბევრს უთქვამს შენთვის, აი დარწმუნებული ვარ, მეც ხშირად გამიგია რომ შენ რა გენაღლება ხე ისე ტანზე ხარ რომ გენეტიკურად არ გიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ სინამდვილეში არავინ არ იცის რამხელა შრომა დგას ამის უკან. ამიტომ მე თუ მკითხავ ალბათ ესეთი პროპორცია იქნება რომ 20% არის გენეტიკა, 80% არის შენი ცხოვრების წესი და ყოველდღიურობაში რას აკეთებ. იმ ნაწილს ვეტყვი ადამიანების რომლის რამდენჯერმე კომენტარი წამიკითხავს რომ აუ ნახე ამას ბოტოქსი აქვს, სახეზე რა გაიკეთა რაღაცა, გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ აბსოლუტურად არანაირი პროცედურა არ მაქვს გაკეთებული და არანაირი ჩარევა არ მაქვს გაკეთებული და შემიძლია გითხრათ რომ ყველაზე კარგი პროცედურა არის ძილი, უფასო პროცედურა, რაც ყველაზე მაგარ შედეგს გაჩვენებს, რაც შეეხება კანს და ცივი წყალი, რომელიც ასევე ანალოგიურად ხელს შეუწყობს, რომ თქვენი კანი ბევრად უფრო დიდხანს იყოს, ესე ვთქვათ, ხოთზე, უხეშად რომ ვთქვათ, ვიდრე 20 წლის ასაკში რაღაცა ინექციების დაწყება, რაღაცა საოცარი პროცედურების ჩატარება, ეგ ჩემი აზრით თლად კარგი არჩევანი არ არის. ადრე გააზიარე სოციალურ ქსელში შენი before after-ის ფოტო რა. სადაც before ფოტოში ნამდვილად არ იყავ ისეთ სპორტულ ფორმაში, როგორც ახლა ხარ. თუ გახსოვს, რა შეიცვალა შენ ცნობიერებაში ისეთი და როდის იყო ეს რა საკში, როდესაც რაღაცამ გაფიქრებინა, რომ ეხლა დროა რომ დავიწყო ჯანსაღი ცხოვრება და რაღაცები რადიკალურად შევცვალო. თუ გქონდა რამე ტრიგერი ან რაღაცა მომენტი, ეგეც თუ გახსენდება. ტრიგერი ალბათ იყო ის, რომ რაღაცა სირთულე მქონდა ცხოვრებაში, რთული ეტაპი, რაც ყველას აქვს და სტრესი. და აი ამ სტრესის დროს აღმოუჩნდი აი დარბაზში, რომელზეც გითხარი კიდევაც, რომელიც არ იყო ისეთი თანამედროვე როგორც დღეს ჩვენი დარბაზები და ძალიან დიდი შველა ვიგზენი ფსიქოლოგიურად პირველ რიგში რა, როდესაც აი შევედი და ესე ვთქვათ დავიწყე ამ სიმძიმეებთან მუშაობა, ვარჯიშების გაკეთება და რაღაც პერიოდის შემდეგ პირველი შედეგებიც დავინახე, რომ ამბობენ რომ ცუდი ჩვევა რომ გადააგდო რა, კარგით უნდა ჩაანაცვლო. და შესაბამისად აი რომ მივიდოდი, ვივარჯიშებდი, კარგად გრძნობდი თავს, ვარჯიშიდან გამოვიდოდი, სიგარეტს გაუკიდებდი და ნუ აი ხვდებოდი რომ რაღაც უკვე ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცას ვშვები რა და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად მოხდა ამის ამ მავნეჩვევის ესე ვთქვათ გადაგდება, იმიტომ რომ ნუ აღარ მსიამოვნებდა რა, ეგრეთ შეიძლება ითქვას. სტრესი ახსენე და მინდა რომ მაგაზე გკითხო. სტრესი ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან არის საშუალება პირველ რიგში რომ ამ სტრესს გავუმკლავდე და შემდეგ გაძლიერდე და განვითარდე. ზუსტად შენ შემთხვევაში ეს მოხდა ხო? რაღაც სტრესული გარემო გქონდა, შემდეგ ვარჯიში დაიწყე და ბევრად უფრო განვითარდი იმასთან შედარებით რაც იყავი. თუმცა თუ სტრესი ისეთია რომ მოგერია, შემდეგ უკვე გაგანადგურებს რა ნამდვილად რა. შენი პროფესიიდან გამომდინარე, შენი ძალიან ბევრი აქტივობებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ სტრესს მიიღებ ზოგადად რა, არა მარტო ფიზიკურს, არამედ ემოციურს და მენტალურს. თუ შეგიძლია გითხრა, როგორ უმკლავდები, რა მეთოდები გაქვს სტრესს რო გამკლავდე? აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, თუნდაც ჩვენი განვითარება ხდება მას შემდეგ, როდესაც მიიღებ რაღაცა გარკვეულ სტრესს და სასურველი არის, რომ სტრესი იყოს შეგნებულად მიღებული, აი deliberate stress ასაც ეძახიან, იმისთვის, რომ შემდეგ უფრო მარტივად მართო რა ეს სტრესი და თუნდაც სიწყალზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებულად საკუთარი თავის
სტრესში ჩაყენება, კორტიზოლის დონის გაზრდა, იმისთვის რომ ისწავლო იმ მომენტში როგორ გაუმკლავდე ისე რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე. და შემდეგ უკვე ცხოვრებაში გაცილებით უფრო გიმარტივდება, თქვათ იმ ყოველდღიურ სტრესებთან გამკლავება, რაც ყველა ვარიანტში გარდაუვალი არის. ამიტომ თუ სტრესი არ აქვს ზრდა. თავარი არის სტრესსა და აღდგენას შორის დაჭერილი ბალანსი, თუ აღდგენა აღემატება შენ სტრესს, შესაბამისად ღებულობ წინსვლას, განვითარებას, რაღაც გარკვეულ რეზულტატს. რომელ სპორტზე შეიყვანდი ბავშვს და რატომ? ეხლა უკვე რაც გვაქვს გადაწყვეტილი, ეხლა გიო არის ჯერ 2 წლის, საჭმპალაოში ეხლა ცურვაზე შეყვავს აუცილებლად. პირველ რიგში, იმიტომ რომ მზრდადი ორგანიზმია და თანაბარი გადანაწილება დატვირთვის, რაც წყალში ხდება. ყოველგვარი, ესე ვთქვათ, ტრავმის მიღების რისკის გარეშე არის და ფილტვებისთვის ძალიან მაგარი ვარჯიშია, ყველა ვარიანტში წყლის სპორტი, ანუ ამ შემთხვევაში ცურვა იქნება. გოგოსთვის ვფიქრობ, ნინა ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ტანვარჯიში ზომიერად ჩოგბურთი ყველა ვარიანტში ჩოგბურთი შენ ალბათ იცი რომ ყველაზე longevity ხო ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლის როგორ უნდა თქვა longevity სპორტი არის ანუ ვინც ჩოგბურთს თამაშობს სტატისტიკურად ყველაზე ხანგრძლივი ესე ვთქვათ ცხოვრება აქვს იმიტომ რომ არის აქტიური სპორტი გულისთვის ძალიან მაგარია ფეთქებადი სპორტია კონცენტრაციას მოითხოვს და ინტელექტს მოითხოვს ანუ არის მართლა რაღაცა უნივერსალური მე მგონია რომ არც ისეთი სტრესულია როგორიც ალბათ დანარჩენი სპორტები რა და როგორი კვებები 1-2 სიტყვით რო გითხრა ეხლა მაინც და დილით სრულად დღეს საღამოსას ზუსტად არ არის აუცილებელი მაგრამ დაახლოებით რო გითხრა როგორი კვების რაციონი როგორ მაქვს რა პირველი მაგრამ ესეც ძალიან ორად არის გაყოფილი საზოგადოება და მე არ ვამბობ რომ სწორია თუ არასწორია მე ხორცი ამოვიღებ ბოლო 5 წელია საერთოდ ხორცი არ მიჭამია მხოლოდ თევზით ვიკვებები რაც ესე ვთქვათ ხორცეულში გადის სხვათა შორის მეც მე არ ვემხრობი რაღაცა კაცრ დიეტებს რა მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში ჩემზე ესე მუშაობს რომ დაბალანსებული კვება რაც იმას ნიშნავს რომ რაციონში გავს ცილა კარგი საკმარისი რაოდენობით ეხა მე პირადად თქვი კიდევაც რომ სადღაც კილოგრამზე 2 გრამს 2 და 2 გრამ ცილას აუცილებლად ვიღებ რა იმიტომ რომ ჩემს ორგანიზმს ეგრე უფრო ერგება და ეგრე უფრო ჭირდება ნახშირწყლები ხო სწორი ნახშირწყლები ცხიმები რომელიც ბევრს გონია რომ არის კატასტროფა და არ შეიძლება პირიქით ცხიმი ახლა ძალიან აუცილებელია და მთავარია რაოდენობით და რას მიიღებ ხო ბოჭკო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ჩემი რაციონი მეტნაკლებად შეიძლება ითქვას რომ თითქმის 80% ერთნაირია ბევრი კვერცხი მიყვარს ძალიან კვერცხი წიწიბურა კუსკუსი მაგალითად ბოსნეული ხილი ანუ ყოველ დღე შემიძლია რომ დიდი რაოდენობით მივირთვა მაგრამ მნიშვნელოვანი ალბათ არის კალორიული ბალანსი რა ძალიან ბევრს ვთქვათ ჩემზე რომ აი გენეტიკა გიწყობს ხელს იმიტომ რომ მიყვარს გემრიელად ჭამა რა ანუ აი შეიძლება დაждომაზე კარგად გემრიელად მივირთვა და რომ იყურებენ რომ ფორმაში ვარ უკვირთ რა როგორ ახლა მაგრამ აი დანახარიზე ახსენე რა ანუ ჩემი საათი მიზომავს ხოლმე დღის განმავლობაში 4000 კალორიას ვწვავ ეს რაც არის აქტიური კალორია რა ამას ემატება ჩემი ასე ვთქვათ მეტაბოლიზმი და ანუ დაახლოებით რომ დათვლილი მაქვს 6000 კალორიამდე მე რომ მივიღო დღეში არც ვიმატებ არც ვიკებ მაგრამ ეგ ჩემი ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე იმიტომ რომ დაუჯერებლად მაღალი მაჩვენებელი არის მე მახსოვს აი მაიკლ ფელპსი როცა ემზადებოდა ოლიმპიადისთვის 8 თუ არ ვცდები ან 6 ან 8000 კალორია ქონდა რაც უნდა მიეღო იმიტომ რომ აი 3-4 საათი როდესაც ცურავდა საოცარი რაოდენობა მიდის ხოლმე ძალიან მაღალი არის ძალიან კი და ამიტომ ვინარჩუნებ და ხვეუბნები რომ ხალხო ბევრს დავდივარ, ბევრს შრომობ ფიზიკურად და ძალიან ბევრს ვარჯიშობ და ეს იწვება და სულაც არ არის გამოწვეული გენეტიკით ის რო თქვათ წონაში არ ვიმატებ რა. ამიტომ იმოძრავეთ დაწვით რაც შეიძლება მეტი კალორია და შემდეგ შეძლებთ რომ უფრო მეტიც მივირთვათ. ზუსტად თუ არის რაიმე დანამატები, რომელიც გეხმარება ფორმაში ყოფნისთვის და თუ გაგვიზიარებ? კი, მე დანამატებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მინდა გითხრა და ამაზეც ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე იუმორით ქილიკი რომ რაღაცა ნახევარი აფთიაქი გაქვს ყოველთვისო თაროებზე, მაგრამ არა, შემოვიხედე შენ დანამატებში და ეგრე
ნამდვილად ხო, ან დანამატები ვფიქრობ, რომ ზოგადად არის ასაკთან ერთად შემავსებელი იმ დეფიციტის, რაც აუცილებლად გინდა არ გინდა გექნება რა, იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად არის გარკვეული მინერალები, არის გარკვეული პირობითად ჰორმონები, რომელიც უკვე ისე ვთქვათ არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს და ამის ოპტიმიზაციას დავარქმევ შესაძლებელია. მე რაც მაქვს და რასაც სტაბილურად ვსვავ, პროტეინს ვიღებ, როგორც ცილის სახით ცალკე, შეიკი, კრეატინი, რომელიც ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე underrated, როგორ არის, ყველაზე შეუფასებელი თუ დაუფასებელი, ყველაზე დაუფასებელი დანამატია, რომელიც ყველაზე კარგად შესწავლილი დანამატი არის და არა მარტო ფიზიკური აქტივობისთვის არის, არამედ გონებრივი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომიც. ხელმისაწვდომი და უსაფრთხო რა, მოდი ესე ვთქვათ და მე მგონი ჯერ კიდევ ბევრს გონია რომ კრეატინი რაღაც სტეროიდია რა, მოკლედ მეტი ინფორმაცია გვჭირდება ალბათ საზოგადოებაში. D ვიტამინი, K ვიტამინი, ცინკი, მაგნიუმი, ომეგა-3, კოლაგენი, ბოჭკო, ტონგატალი და აშვაგანდა ამ ეტაპზე არის ჩემი სტეკი. და საკმაოდ მაგარი ბლენდი არის მართლა. რაც ჩამოთვალე, ყველა სპარტიზმს აბსოლუტურად. და პლუს ესეც ჯერჯერობით ალბათ რაღაცა პატარა ნაწილმა იცის პეპტიდები ალბათ შენ გაგიგია, მე ამინომჟავების მოკლე ჯაჭვი არის, რომელსაც ასევე ინტეგრირებული მაქვს ბოლო 7-8 წელია, მოკლედ პეპტიდებსაც სხვა შორის არ მიცდი არასდროს და საინტერესო არის ნამდვილად. ისეთ დაგეგმილი არ მქონდა, რომ ამ კითხვას დამთხევოდა, მაგრამ ბარემ საჩუქრითაც ესე იგი ფიტნეს ფორმულა, როგორც შენ სტუმრობ ხოლმე ამ მაღაზიას და ჩვენი პარტნიორი არის და გამოგიგზავნა მოკლედ საჩუქრად ახსენე კოლაგენი და ის ვიტამინები, რომელიც ჩამოთვალე, თითქმის ყველა აქ არის, მამაკაცების მულტივიტამინი და იმედი მაქვს, რომ გამოიყენებ და გამოგიგზავნა. მადლობა, გაიხარე. ვიცნობ ფიტნეს ფორმულას, სხვათა შორის ბევრ რაღაცას მანდაც ვყიდულობ, განსაკუთრებით ტკბილი პროდუქტები რაც აქვთ, იმიტომ რომ ტკბილი ზოგადად ძალიან მიყვარს და როდესაც თან სასარგებლოა, თან გემრიელია, თან ცილასაც შეიცავს. მოკლედ ყველაფერი ერთად და ძალიან კარგი არჩევანი აქვს და რა ვიცი, ძალიან გამიხარდა რომ დაემთხვა. კი, სხვათა შორის, აი ვაკეშიოთ ერთი მაღაზია და ძალიან ხშირი სტუმარი ვარ მათი. ჩვენთანაც საქართველოში რო გადახედო კვების ობიექტებს, აი ფასტ ფუდები არის, რაც ცოცხალი რიგები დგას რა, აი გულწრფელად და დღეს რა საშუალებაც არის სწორად კვების, ეგ არასდროს ჩვენ ისეთ ეპოქაში ვართ ეხლა, რომ თუ გინდა რომ ჯანმრთელი იყო, აი ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ მართლა იყო კარგ ფორმაში. ადრე არ არსებობდა რესტორანი, სადაც ჯანსაკვებს შეუკვეთავდი და რა ვიცი, ეხლა სადაც არ გაიხედები, თუ გინდა რომ სწორად იკვებო რა, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არა. ხო, ეხლა შეიძლება ესეთი კომენტარები მოყვეს ამას, რომ ძვირია ეს ჯანსაღების საკვები, მაგრამ არ არის. მათთვის ვინც მაინც იტყვის, რომ არა, მაინც ძვირიაო, დამიჯერეთ, რომ კურნალობა გაცილებით ძვირი დაგიჯდება წლების შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის მოსმენა მოუწევს ადამიანს ამ გადაცემის ყურების შემდეგ, რომელსაც თუ გაითვალისწინებს, ნამდვილად გამოიყენებს, მაგრამ ერთი რომ დაამახსოვრდეს რა ამ ყველაფრიდან, რომელი იქნება შენი ის ერთი რჩევა, რომელსაც ჩვენს მაყურებელს გაუზიარებ. ყველაზე მთავარი არის სულ უნდა იყო მოძრაობაში, ანუ არ გაჩერდეთ რა, ანუ ეს თუ რაღაცა ერთის თქმის საშუალება გვაქვს, არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს მუდმივად მოძრაობაში, როგორც ფიზიკურ მოძრაობაში, ასევე გონებრივ განვითარებაში, ზოგადად მე მინახავს ადამიანები, რომლებიც შეიძლება 20 წლის ასაკშიც არიან დაბერებულები იმ თვალსაზრისით, რომ ანუ აი არაფერს არ აკეთებენ, რაღაცა ხო ხტები წამოწოლილები არიან და არც აქტივობა არ აქვთ, არც რაღაცა ინტერესი აქვთ. ეგ არის ჩემი აზრით ნაადრევი დაბერება ადამიანის. ასე რომ არასდროს არ გაჩერდეთ, იყავით მუდამ მოძრაობაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვენ სიკვდილი ვართ. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ერის ცოცხლისა და ღონის მიმცემიო იმამ დაგვიბარა. მადლობა ირაკლი, ძალიან მაგარი რჩევები მოვისმინე მეც, მათ შორის და ჩვენმა მაყურებელმაც
და ეხლა მინდა რომ აი ეს ჩელენჯი გავაკეთოთ, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით. ეგ მოვაწყეთ უკვე რომ შენ ხარ სტუმარი და მე ვარ ინტერვიუერი, მაგრამ შევცვალეთ როლები, მაგრამ ეხლა გვექნება სიტუაცია, სადაც ამ ყველაფერს გავაკეთებთ ძალიან ექსტრემალურ პირობებში. საქართველოში პირველად ესე იგი ვაკეთებთ ცივ წყალში ინტერვიუს. ცადოთ რა გამოგივა. წავიდეთ. ჯერ ნახოთ თუ არის საერთოდ ჩასასვლელი წყალში. მენიერი. ეხლა ნელა ვფიქრობ, ხო არ გადავიფიქრო და 2 გრადუსია ტემპერატურა წყლის. მოდი ბლიც ინტერვიუს სახე მიცეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნამდვილად ღრმა კითხვებს და დიდწელ პასუხებს აქ ვერ მოვისმენთ. ბლიც, მოკლე კითხვები, მოკლე პასუხებით. საერთოდ ჩასვლის წინ 1-2 წუთი სუფრის ვარდი შეგვიძლია გააკეთო. და ამშვიდე ორგანიზმი გაიგო. როგორც სტუმარი გაგიშვა წინ. მადლობთ, დიდი მადლობა. ძალიან ცივია, ბრო. ისუთი. კარგია. ისუნთქე. კარგია. დავიწყო კითხვები? ქართული თუ უკრაინული საკვავენ ვარსკვლავები? ქართული. კიევური კატლეტი თუ ქაბაბი? ხორს არ ჭამდა, ასე რომ მაინც ქაბაბი. ჩიხირთმა თუ ბორში? მაინც უნდა აირჩიო. ბორში. ფედერერი თუ ნადალი? ჯოკოვიჩი. ჰამილტონი თუ შუმახერი? შუმახერი. თან უნდა მომაფიქრდეს ეს კითხვები. ქართული ცეკვა თუ ლათინური? ქართული. მესი თუ რონალდო? მესი. იპოლიტე ხვიჩია თუ ლუი დე ფიუნესი? იპოლიტე ხვიჩია რა თქმა უნდა. ცისფერი მთები თუ შერეკილები? ცისფერი მთები. ილია ჭავჭავაძე თუ ვაჟა-ფშაველა? ილია ჭავჭავაძე. რაღაც ისეთი მოვიფიქრო ეხლა. განგრელა თუ მარცხენაზე. ლელა წურწუმია თუ ნანი ბრეგვაძე? ნანი ბრეგვაძე. მარ ლელა ძალიან მეყვარს. კარგი, ანრი ჯოხაძე თუ სტეფანო ღებრიშვილი? ანრი, ჩემთვის. შემაშოდეთ კითხვები. მოდი, არაჯანსაღია, მაგრამ ვისკი თუ კონიაკი? ვინო. ოკეი. ამდენი წუთია ვართ? 2 წუთია ვართ? ხო არ გვეყოფა? მოდი 1-2 კითხვაც. სალათი თუ ბურგერი? რა თქმა უნდა, სალათი, ხო? კარგი, წავედით, თორე უკვე პირველი შეგვიძლია. ჩაკვალე 3 წუთი გამოვიდა, ეხლა წლიდან რო ჩამოვიდივართ, ეგრევე უნდა დავიწყოთ მოძრაობა გასხოვებით, რომ სისხლი ამოქმედდეს ცოტათი. კარგია, ძალიან მშვიდად იყავი წყალში, მინდა გითხრა. ნახე, სისხლი ეხლა აბსოლუტურად ყველგან მიედინება მაქსიმალურად. აუ, ძალიან მაგარია, ხო, ანუ ეს გააკეთეთ ხალხო, ესეთი მაგარი შეგრძნება, ეხლა რო ამოვედი წყლიდან, ანუ ესე მეგონა რომ ახიდან ვარ დაბადებული და ეხლა მგონია უბრალოდ. და რაც უნდა მოამზადო. რაც თავია ეს შეგრძნება გაყვება, უახლოესი 4-5 საათი, აი ამაღლებული განწყობა, თითქოს ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ხალხო, მიბაძეთ მაკაცას, ძალიან მაგარი ადამიანია, ჯანსაღი ცხოვრების და აი ამ ყველაფრის სიკეთის პროპაგანდაში და პიარში არის რავი ჩემპიონი ადამიანი და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა შენ და წარმატებები და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ მართლა. ძალიან დიდი მადლობა. აი თოვლიც იყოს. ძალიან მაგარი. პირველად ვაკეთებ ესეთ რაღაცას, ბრო. მადლობა შენ მართლა. მეტი საინტერესო გადაცემისთვის გამოიწერე ჩემი არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. ასევე დამიწერე კომენტარში სპორტის ან ვარჯიშის რომელ სახეობას და რომელ სტუმარს ისურვებდი შემდეგ გადაცემაში. ისე თქვენც უნდა გაეკეთებინოთ. რა უნდა ჩამოსულიყავით და იქიდან უნდა გადაგელოთ. თქვენ გადაგვიღეთ და ჩვენ ჩავავთ ახლა.